რამდენად რწმენაში გაქვს რომ განაჩენი გამოტანილია. ეხლა ეს რას აკეთებს? აი მაგალითად ავიღოთ ესეთ მაგალითს გეტყვი პატიმარს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. უჭია ხო? და შესრულებამდე იმას აქვს მისთვის განუსაზღვრელი ვადა. ხო, ზოგს 5 წლის მერე აღსრულებაში მოდის ეს განაჩენი, ზოგს 10 და 20 წელიც გრძელდება. ამასობაში იქ პატიმარი ელოდება ამას მდგომარეობაში და რაღაც ცვლილებები იწყება მასში. ანალოგიურ მდგომარეობაში ვართ ადამიანები, რომელსაც ისეთი სცენი შეეყრება, რომ ეს ყველა მიცის, რომ აქ თუ სასწაული არ მოხდა გამორიცხულია. თლიანად ეს ისეთი დაავადებაა, ღმერთზე ვართ ჩამოკიდებული. მას შეუძლია გამკურნოს, შეუძლია არ გამკურნოს, ესე არ დამაბრუნოს, მაგრამ მთავარი მკურნალობა, აი მთავარი კაცობრიობისთვის, ყველასთვის მკურნალობა ჩაატარა იესომ, ცოდვა დაამარცხა. ვერც ერთი წამალი, ვერც ერთი დაავადება ცოდვისგან არ იკურნება. მთავარი მკურნალი ეგ არის. ჯვარზე იესომ ცოდვა ხედავ რა მაგარი წამალი ეგა? ამის შედეგად ჩვენში შემოიტანა ძალიან ძლიერი რწმენა და ოპტიმიზმი იმისა, რომ სიკვდილი აღარ არის. ღმერთს დაშორება არ არის. ჩვენ გვაშინებს რა? შეჩვეულ გარემოდან გასვლა გვაშინებს. როგორც ბავშვს უცხო გარემო აშინებს. ან უცხო პიროვნებები აშინებს და დედასა მიკრული მკერდზე ხელს რო გაიწვის, თუნდაც მისთვის შორეული, მაგრამ დედისთვის ახლობელი და მეგობარი და დედა ის ჭყავილით არა უკან დედას ეხუტება. იმიტომ რომ იმას აშინებს ის ჯერ მასთან არის გონება მის ჩამორჩება და მის ინსტინქტები დედასთან არის მიწეპებული და არ უნდა მასთან ხედავ მიჩოულია დედას. ჩვენ ერთგვარად აი ამ ხილულ სამყაროში, ხილულ სამყარო მშობლის როლში არის და ისე ვართ მიწეპებული, რომ უცხო გარემო, რომელიც ჩვენს იქით არის და არ ვიცით, გვაშინებს იქით გასვლა. განეგეთ რა არის. ამიტომ გავიდა წლები, 20 წელი ზოგს, 30, 40, 50, 60, 70, მაინც გადიან. და აწიწყონას ნჯობია სიცილით. როცა მაგალითად ბავშვი უკვე რწმენაში შევიდა, რომ დედის გარდა კიდე არიან ადამიანები, რომელიც საშიშროებას მისთვის არ წარმოადგენს, ხელებს იშვერენ, რომ მოწყინდა დედასთან ყოფნა. ხო, არც ესეთი რამე, რომ დედასთან მოწყინდა ყოფნა და საკმარისია მასთან შემოვიდეს სხვა პიროვნება, სიხარულით გაიშვერს ხელებს და დედას მოშორდება. აი ჩვენც ეს ცხოვრება, ეს მეტაფორების ხმარობა, ეს შედარებებს, ზუსტად აი ამაში ვართ სუსტები. ჩვენ იმ ბავშვს გევართ, რომელიც დედის გარდა ყველა უცხო გარემოთ ეჩვენება, ესეთი დაავადება არის აუტიზმი. აუტიზმიც რაღაც ესეთი ის არის, ხომ? ბავშვი არის გარკვეულ ცნობილ გარემოში და იმის იქით სულ საშიშროებას ხედავს და პანიკას ტეხავს. ჩვენი ხილული სამყაროს. ხომ მიწეპებული ხარ? მიეწეპე შენი ანებს, მე ქმარი, შვილები, დედა, მაგრამ იქით რა არის არ ვიცით ჩვენ. ამაზე ცნობა მხოლოდ არის ერთადერთ წიგში და მას ვინც მიყვება ის გამოცდილების, აი შინაგანი გამოცდილების ადამიანები ლოგიკური წმენითა და ინტერპრეტაციით გვარწმუნებენ ჩვენ. არც ერთი არ არის თვითმხილველი. არავის არაფერი არ უნახია. როცა არ გინახია არაფერი და არ იცი, ხო შეგაშინებს გასვლა, აი ჩვენ რა გვაშინებს. ციცოცხლის თანამგზავრი არის დაავადება ამ დედამიწაზე. დაავადების მიზეზი კიდევ მეორე არის ცოდვა. იესო ქრისტემ კონკრეტული დაავადებები კი არ განკურნა. ამას აკეთებდა მთელი 3 წლის განმავლობაში. მაგრამ ისევ ავადდებოდა ის ხალხი, რომელსაც განკურნავდა ის მაგალითად აღადგინა ერთი, მეორე, მესამე. როგორ გონიათ ისინი არ გარდაიცვალენ? აქ შემოაბრუნა მან, აქ დააბრუნა. ხო, დააბრუნა მოსამზადებლად ესე იგი. დააბრუნდა ლაზარე. ხო, ვერც ერთ მექემა ვერ უშველა, იესომ შემოიყვანა. მაგრამ აქეთ შემოიყვანა. ნახეთ, ისევ გავიდა. ესე იგი რატო აგრძნობინა იმას, რომ ცოდვის შედეგი არის დაშლა. ცოდვის გამოსყიდვა, რაც მან იკისრა. გაგვანთავისუფლა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ არ ავიღებთ ისეთ სხეულს, რომელიც დაიშლება და ამავე დროს ჩვენ ღმერთს დაგვაშორებს. აი ეს ინფორმაცია მოიტანა. შენც მეც რა ყველა აღმოჩნდება მაგ სიტუაციაში ჩვენ გვაშინებს ეგ. გვაშინებს იმის გამო რომ არ ვიცით. და ბუნებრივია მეც რა ის კი არა ვარ მეც მაშინებს ბევრი რაღაცები, მაგრამ ვაკონტროლებ. ხო, ეხლა კიდევ ვიმეორებ. თქვენი დაავადება არის ესეთი დაავადება, რომელსაც კაცობრიობა აგერებისთვის რამდენი ხანია. ხო, მაგრამ მასებისთვის ეს მიუღწეველი ეს წამალი და ერთი წამალი არ არის აღმოჩენილი. რომელიც აბსოლუტურად ყველასთვის მისაღებია. როგორც იყო მაგას თავის დროზე ანტიბიოტიკების პირველი სახეობა, ჭელექს რო ებრძოდა და ვაქცინა იპოვეს და ყველასთვის მისაღები იყო.
ხო ის ხო მაღალ ეს მიცინები რო იყო თუმცა მაგას თავისი თანამოვლენები ჰქონდა მაგრამ აგას არ აქვს მნიშვნელობა თავარია მასიურად ხალხი აღარ ყვდებოდა ჭელეკით ხედავთ აი ესეთი რამე არ არის აღმოჩენილი გაგიგეთონ ერთი აცრა და всё ის ჩააქროს ესე იგი არავინ არ იცის ეს რა არის ეს არის ცოდვა დაცემის შედეგად არის უჯრედები რომელიც მუტაციას იწვევენ ჩვენ ორგანიზმში და როდის იწყება ამის აი დაძვრა ეს არავინ არ იცის საიდუმლოებით არის მოცული და მაგრამ ამას თავისებური რაღაცა აზრი და მიზანი უნდა ქონდეს ჩვენი შინაგანი სტრუქტურის შეცვლას იწვევს ყველა დაავადება მხოლოდ უკეთესობისკენ აი ამ კუთხით უნდა იმუშაო და ღმერთი რო შემოდის თუ საჭიროდ ჩათვლის შენაკ გაგაჩერებს გარკვეული პერიოდი და ის პერიოდი იმისთვის სრულიად იმისთვის ცხოვრობ სხვისთვის აღარ მეცხოვრო ესე იგი ამდე შენ ვისთვის ცხოვრობ შენ ცხოვრება იყო წუთის სოფლის გამოდევნება ჭიჭინი პიპინი გაუთავებელი ყიდვა ტკბობა მატერიალური ნივთებით აი ეს სწორი იყო საყუდურის თვალსაზრისით კი არ ვლაპარაკობ მოკლედ ღმერთს არაფერი არ უნდა უსაყვედრო ხოლო შენ თუ ღმერთის იმედი მხოლოდ ისაა რომ წუთის სოფელში გაგაჩეროს ეს არის აბსურდი რატომ მაინც გახვალ წუთის სოფლიდან ყველა ჩვენთაგანი ლაზარე იმიტომ კი არ შემოაბრუნე სულ იქნებოდა წუთის სოფელში იმს ლაზარე რო შემოვიდოდა ის რაც მანამდე არ გააკეთა მე გააკეთებდა და გერძოთ რა ეს ამბავი უნდა ახარო ადამიანებს და წუთის სოფლის მონა აღარ უნდა იყო დღეს სამყარო წუთის სოფლის მონა სუფრაზე გაუთავებელი და როსტარებები გაუთავებელი რა ყველა დღესასწაული სუფრით იწყება სუფრით თავდება აი ჭამით სმით და გადატვირთულია კანალიზაციები და რა გახდა ბოლო სულ ჭამა ხო ეს არის ჭამა არის როგორც აი როგორ გითხრათ რა ეს მეტაფიზიკური რაღაცა უკვე ჭამა დიდი უმრავლესობისათვის რესტორნებში არის უფრო გაჭედილი ხალხი ვიდრე მუზეუმებში აბა გადახედეთ სოფლიოს მუზეუმებია უფრო სავსე თუ რესტორნები საქართველოს კაი მაგალითია იქ ბევრი არის ეს მუზეუმი საერთოდ თუ არსებობს უცხოეთში რო ხალხი დარბის მუზეუმში რიგებით გაიდგანან თუ მაღაზიებში აი ეს არის ჩვენი უბედურება გამიგეთ ხო და ეხლა ღმერთს არანაირი საყუდური არ ეკუთვნის ჩვენგან რომ მას აქვს ჩვენი დროის ისენი იგი განაგებს აბსოლუტურად ყველაფერს და მისი კუთვნილება ვარ თითოეული ჩვენთაგანი განაჩენს რატო არ მიიღებ ადამიანი რა მე რაღაცა ხდება ეს უცნაურობები ხდება სასწაული მოხდება რომ გადავეწყობი მთლიანად და ღმერთის ნებით აქ დავრჩები ღმერთისთვის თუ არ იქით გადავალ უკეთეს მდგომარეობაში ვარ უკეთეს მდგომარეობაში ასე რომ თუ არ შევიგნეთ ამან არაფერი არ გამოვა ამიტომ ჩავყავდეთ ღმერთს ეს ისეთი დაავადება ღმერთის გარეშე არავინ არ დაგვეხმარება არის დაავადები რომ ვილოცოთ და აგრ პრეპარატია მაგალითად ხველების წამალს არ ჭირდება ახლა რაღაცა აი თუ აიღე წამალი არ დალიე რა ილოცე და დალიე და მოგარჩენს ეს წამლის მეშვეობით ღმერთი ერევა მაგრამ აქ წამლის მეშვეობით ღმერთი არ არის წამალი აქ ღმერთია და ღმერთი რომ სასწაულს მოხდენს ტალახიც რო დაგადოს ვინმე მათ მორჩები და მე იცი ალბათ რომ მიაფურთხებდა ტალახს დაადებდა სასწაული სახეზე იყო შენ თუ სხვა უცნაურ ილუზორულ წმენას ჩაებღაუჭი არ არის სწორი აი როგორც თქვი მთლიანად ღმერთს ჩავვარდეთ რა მას შეუძლია ყველაფერი მიენდე ორივე გაწყობს შენ მე მან ხომ თავარი რაც თავარია ზოგად საკაცობრიო პრობლემა ყველასი საიდანაც არის უბედურება ეგ ხომ გამოგვიხსნა მანდიდან ცოდვას გამოგლეჯილი ადამიანი გადარჩენილია და თქვენ უბრალოდ გესმით ცირა აი აქ გითხრა მან რომ აქ არადიულად გაჩერება არ შეიძლება აქიდან ყველა მიდის წავიდა უნიკალური პიროვნებები ესე იგი ილიაზე უკეთესი პიროვნება ვართ თუ თქვათ ენოქზე უკეთესი პიროვნება ვართ ჩვენ მითხარით რა ის თუ მე იესოზე უკეთესი პიროვნება ვინ არის პავლეზე უკეთესი ხარ ან მე რამდენი დაყვე იმან იესო მეც გააკეთებდა კაცობრიობისთვის ხილულ სამყარო იგულისხმება ეხლაც მეც აკეთებს ვიდრე მაგალითად ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენ იესო ნახე რას აკეთებდა ვერც ერთი კლინიკა მაგას ვერ გააკეთებს რაც ის აკეთებდა აი царიელი ხილებით არც აპარატურა ქონდა არაფერი არ ქონდა სიყვარულით დადიოდა სოფელ ქალაქ მოსონება არ ქონდა სულ ალყა შემორტყმული იყო ხალხის და უამრავი და რამდენი დაავადებები ყოფილა მაშინაც ხო რამდენი გაჭირვებული ყოფილა დაძლებდა ამას უამრავი ხალხი და ყველას კურნავდა ვინც ეხებოდა იკურნებოდა ესე წერია მათესთან მარკოსთან ესე იგი ხალხს რო არ ქონდა მისასვლელი ჩრთილი აი დაჯდებოდა ჩრთილს თუ გაივლის გავინკურნებოდა მართლაც იკურნებოდა ადამიანები ვინც ეხებოდა
ეს თუ ტყუილი არის, მაშინ რა აზრი აქვს ახლა ამ წმენას მე ვერ გავიღლა. Რაღა განსხვავება ჩვენსა და მუსულმანებს, ბუდისტებს და სხვა რა მნიშვნელობა ხარ? ახირება ხომ არ არის ქრისტიანობა? რატო ავიხიროთ ეს ქრისტიანობა? და მაშინ გავამართლოთ ყველა რელიგიური დენომინაციის წარმომადგენლები. გავამართლოთ ეგენი. არა, ეს არის ნამდვილი ეს. ეს არის ჩვენი პატრონი. თავიდან ბოლომდე უფალი. უფლობს იგი ჩვენ სიცოცხლეზე. და შენ არავინ შენთან არ არის ამას გარდა ეხლა. დედა, მამა, შვილები ეს არის. ეს არ არის ესეთი აბსოლუტური გაგებით შენი კუთვნილება. მონაწილეობ ამ ხილულ სამყაროში, რომ გამრავლების ხელს უწყობ და ასრულებ იმ ბიბლიურ იმას და არა საკუთრება ეს არ არის შვილი შენი საგანი არ არის რომ მისაკუთრო და ტვინი ურეცხო და იცი ეს გააკეთე ის გააკეთე აისწავ და ამით შენ დაკავებული ხარ თელი ცხოვრება მშობლები დაკავებულიან ვითომ შვილების აღზრდის და ვერან ვერ აღზრდის შვილს. ვერავინ, ცოდვადაცემულია. მოგისმენს თავისას გააკეთებს. და ამორიცხულია. რამე გააკეთე შეცვალენ რომელმა მშობელმა შეცვალა თავის შვილი მაინტერესებს. ან რომელი მდიდრების ოჯახში აღზრდილი შვილი არის უკან უნიკალური. იესო ქრისტე არ არის მდიდრის ოჯახში აღზრდილი, ხო? გაუბედურებულ ოჯახში იყო აღზრდილი და პროლეტარულ იმაში. მრავლის მithქმელია ხო ეს ადგილები და აგერ ფუფუნებაში გაზრდილი ჰეროდეს შვილები ყველა გადასაყრელი იყო. ნორმალურები იყვნენ, იმ რო უპირისპირდებიან. ან ის ფარისეულურ წრეში გაზრდილი ადამიანები? ჩვენ ზემოქმედებას ადამიანებზე ვერ ვახცენთ. ჩვენი ვალი არის სიყვარული. ეს დაგვიდოდა. ეს უჭირს ყველა ადამიანს. ამიტომ ჩვენი განვლილი ცხოვრება, თქვენ ცხოვრება სწორი იყო. აბა გადახედე და რამდენი ღმერთი რამდენ ხანს გიყურებდა და რატომ მანდამაც უკიდურესი ისინი მივიღეთ. ჯერ ერთი დაავადება ჩვენი უტვინობის გამო არის. ხო, არ დაუჯერეთ ღმერთს და ცოდვა შემოვიდა. ხო, ცოდვის შედეგი სიკვდილია, რომელიც დაშორება. მე ამას ახლავს უამრავი რაღაც გამოვლინებები, ცოდვის გამოვლინებებია, დაავადებების ენრაუდენობა დაავადებები. რომეს ვებრძოლოთ? ჩავაქრობ ამას, მოკლავს ის. ასე რომ შეიძლება შენ ეს დაამარცხო, გაცება მოკლას. რაღაც უცებ წაიქცე და თავი დაარტყა საფეთქელზე. ირგვლივ სულ ჩვენ ხედავთ რომ ბეწვის ხიდზე დავდივართ. ამიტომ საჭიროა ჩვენ ცნობიერების მთლიანად მოტრიალება და სიყვარულით გაითბო გული რომ ერთ დღეს ჩვენ ამ გარემოს დავტოვებთ. და რწმენა სწორედ ეყრდნობა იმ პიროვნებას, რომელიც მთლიან გარკვეულობას შემოაქვს ჩვენ ცნობიერებაში ამ სამყაროსა და იმ სამყაროს შორის. ამ სამყაროს დაავადების მიზეზებზეც გველაპარაკება და თავად არ გაჩერდა იგი 80 წელი. ხლა ჩვენ დააკვირდით ორჯერ მეც ვცხოვრობთ ვიდრე იესო. იესო 33 წელი აქედან ტანჯვაში გაატარა მთელი ბოლო 3 წელი. უნიკალური განსახიერება იყო ის პიროვნების დედამიწაზე როგორ უნდა იცხოვროს ადამიანი. რას აკეთებდა იესო ქრისტე? ხო, შვილებს ასწავლიდა წერა კითხვას თუ რა ქვია, ბალეტზე დაყავდა ან შახმატზე შვილები. ხო, რას ასწავლიდა? მთელიც რა არის? მამის ნებას ასრულებდა. მიქონდა ეს ამბავი. 3 წელიწად ნახევარი. ამის გულისთვის იმას ცემდნენ. შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბოლოს შეითქმნენ და მოკლეს. იმას ეგონათ მოკლეს. სადაცილო იყო პირდაპირ პარადოქსია. იჭერკა ჯვარზე ეკრა და შენი გულისთვის ეკრება ჯვარზე და შენ თვითონ ახარ ამის მონაწილე. ეს არის ძალიან მაგარი უცნაურობა. და როცა ამას ვეცნობით ახლა შრალად კი არ უნდა გავიგოთ, ეს უნდა გაგვიჯდეს გულბოყში და შენ განაჩენი თუ მიიღებ, დაელოდე სასწაულს და მოახდენს, ან დაგაბრუნებს, ან გაგიყვანს. მხოლოდ მიიღე, გადაეწყე. და გადაწყობილი ადამიანი ახლა საცდელი იმაში კი ჩაუვარდებით ვიღაც ექიმებს, ვეტყვით რა, ეს მიშველი ის. ამაზე ვარც არ ვიძახე, ახლა შენი ახლა სამედიცინო იმას ხელი შეუწყო. თუ არ მიშველის მაცალე რა ისე ვიქნები რა. ამერტს ყველაფერი შეუძლია და დარწმუნებული ვარ რომ ჩათვლი საჭირო ჩემ ფეხზე დაგაყენებ. ამიტომ ამ წმენაში ვიჯდეთ რა და ჩავგარდეთ მას. იმის მაგურად რომ ჩვენ მაგას ჩავგარდით ექიმებს რომელმაც არაფერი არ იციან. და ვისი ბრალია ესა? ადამიანის მოჯაყი ადამიანი, ღმერთს აჯანყებული ადამიანმა დაავადება გაამრავლა. მაგრამ ესეთი დაავადებებით არ იყო ძველი პატრიარქების დრო. 200 წელი, 300 წელი კაცურად ცხოვრობდნენ და როცა მოვიდოდა დრო საწოლზე იაკობი დააწვებოდა, დაუძახებდა შვილებს და გამოემშვიდებოდა. არ იყო იქ ექიმები თავისით თერაპიები და თავის რაღაცეებით. ჩვენ რა დავკარგეთ? შეგნება გვაქვს და წმენა კიდე რა ეს რა წმენა? ეს წმენა არის მაცხოვრე ღმერთო აქა და მაჭამე გოჭი და მაჭამე საცივი ღმერთო ერთი კარგად მომანატრე საჭმელი და ეს ლოცვებია დღეს ეკლესიებში.
რას თხოვენ ის ეკლესიაში რას დატიან მიწიერ ცხოვრების კეთილდღეობას უმაღლესი ბავშვი მომიწყე ბავშვი გამიჩინები თორე ხარ შეყოცოდილი ხარ ანა რო ლოცულობს ღმერთზე ანა არის მორწმუნე ქალი და ხო გახსოვს სამუელი ღმერთს აჩუქა ის წავიდა იქ აღიკვეცა და ღმერთის საქმეებს აკეთებდა და სამუელის სულ ბოლომდე ეს აბა რას თხოვდა ჩვენთან კიდე არიქა ისე შვილს გამიჩინა ნიკოლოზამ ხო ვითომ ფარველობს ნიკოლოზი რას თხოვს დღევანდელი მორწმუნე ღმერთს განა დაბადებას განა სულის გამოსწორებას განა გაკეთილშობილების თხოვს ყველაფერს მიწიერს მიწიერი სურვილებით ღმერთი ახლა და მოგცემს და დაგუყავს კი შეუძლია ესეც მაგრამ იმას ვეღარ დააბრალებს შენ ჩვენ გადავხედოთ რამდენი სისულელებ თხოვეთ ღმერთს ამას მე ყველაფერს ეგ გვეტყვის ხო მითხარი მოგეციო მე არ დაამბრალო შენი ბრალია თხოვოთ ჩვენი სულის განახლება ჩვენი ინტელექტის მოbrunება და დანარჩენი იმანიცის და ერთ წმენაში შეუშვათ ის რომ როცა იქნება დავტოვებთ ამას როცა იქნება არ ნიშნავს 1000 წლის მერე ჩვენი სიცოცხლე 70 წლის მერე უკვე ყოველდღე უნდა ელოდებოდე ამას მანამდეც კი უნდა ელოდებოდეს ადამიანი ხო ყოველთვის ვიბადებით ჩვენ გასასვლელად შემოვდივართ გავდივართ რა ხო აი შემოვდივართ დედის საშოდან ტუნელში ვიჯექით სიბნელეში აფილიერი გვახსოვს შემოვდივართ ამ მოჩვენებით ილუზორულ სინათლეში და აქედან იქით გავდივართ უფრო ძლიერ სინათლეში იმას კიდევ ვევგებულობ ჩვენ და ამ სინათლეზე წარმოდგენა მაცხოვარმა შემოიტანა თვითონ იყო სინათლე და იმ სინათლიდან ეს ყიამეთი ეჩვენებოდა სიბნელე იყო ირგვლე გავატონებული ჩვენ სიბნელეში ვართ და გონია სინათლეში ვართ ამიტომ სიკვდილიც აღიქმება როგორც სიბნელე და ასოცირდება მიწაში ცხოვრებად არა მეგობრებო მიწაში ადამიანი არ აგზელებს ცხოვრებას ადამიანი გამოდის იმ ჭურჭელიდან რომელიც მიწისთვის არის განკუთვნილი რამე თუ უკვე გაფუჭებულია და გახსნას რო ექვემდებარება მიწად უნდა დაიშალოს იმიტომ რომ მიწიდან აღებული ის ქიმიური ელემენტები ატომები შეაერთდა და სხეულად იქცა გარდაიქმნა როგორც იესოს გარეგნული ფერიცვალებას შეესწრო სამი მოციქული მთლიანად კონსპექტად შეიცვალა როგორც მოსე რო ჩამოდის და მთლიანად ღმერთთან ახლოს რო იყო სახეს სხვანაირად ანათებდა რა თოთქოს ფოსფორი იყო და ეს ჩამოფარებული ქონდა ბადე ასე რომ ვაცალოთ რა ღმერთს რა შენი გონება და შენის გამოსწორდეს და მთლიანად შეცვალეს სამყაროზე შეხედულება რა თქმა უნდა უკეთესობისკენ წავა ეს და ღმერთი ჩათვლი საჭიროდ აბა გეტყვის ადექი ხლდა ვნახოთ რას გააკეთე იმანიცი შენ რას გააკეთებ შენ არიცი შენ რას თხოვ რას თხოვს ყველა ადამიანი ხო ისევ ამ წუთის სოფელში მაგრიალე რო რა ბიჭო რა არის ღვინოს სვამდი და ამ კუჭმა როგორ იმას ღმერთი ერთი მომარჩინე და რომ მოარჩენს რას აკეთებს ისევ აგზელებს ყანწების მირთმევას აზრ არა ასეთ იმას ხო შეუსრულა ზოგს უსრულებს იმიტომ რომ იმას მეტად უყვარს ყველა თითოეული ჩვენთაგანი და ყველას ღონეს ხმარობს ყველა ღონეს ეს ბევრი სამუშაო გაქვს ეხალაც რა გიღა ღმერთმა შენ ახლა არ გაგიხმო ესე იგი კიდე გასაკეთებელი არ არის მანდამაიც სამზარეულოში საჭმელის გაკეთება ხომ არ არის საქმე ეს თავისთავად დაწოლით შეიძლება რა იმუშაოს ადამიანმა კარგი სიტყვები უთხრა შვილებს მოუხმოთ არიგო გააგებინო ახსარება თქვა გარკვეული გაგებით ღმერთმა შვილებმა მოისმინოს როგორი ცხოვრე არაფერი ერთიან შვილებმა შენ შესახებ არაფერი აი ახალაც არის შანსი მეტი დიახაცერება ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში შენთან ახლა ყველაზე ახლოს ის არის გისმენს მეტად მეტი ყურადღება იმისკენ არჩენილი 1 საათიც რო ქონდეს სიცოცხლე ღმერთის სიყვარულით გაატარე რა ეხლა ხო არის შე რამდენი დაგჭა და არც მე ვიცი რამდენი მაქვს სიცოცხლე მოცემული ხო არ ვიცი ამიტომ ყოველი დღე და ყოველი საათი უნდა ვიცხოვროთ თითქოს ბოლო დღე მაქვს ეს არის ბოლო დღე ჩემი არ შეიძლება ეს პარადოქსალურად ვიცხოვროთ და ღმერთი იმ პარადოქსალურ ცნობიერებაში ერევა ეს სწორხაზოვანში არ მონაწილეობს ერთი დღე აქვს მოცემული გადარი ერთი დღე ადამიანურად რა აი ქრისტიანულად სიყვარული რაღაცნაირად აი რაღაცა შემოვა სასწაული შემოვა იგრძნობ ამას ნაყოფით როგორ მუშაობს ღმერთი ეს ყოველი დღე ყოველი წუთი და ყოველი საათი ეს მაინტერესებს რას აკეთებს როგორ აკეთებს მინდა რომ მეტად გავიგო იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს ექნება მასთან აი ესეთი მდგომარეობაში აღმოჩნდება ფორმებია სხვადასხვა ეხლა დღეს ესეა ხვალდაზე არავინ არ იცის რა შეგვემთხვევა ხდებით ერთი წუთის არის ადამიანი ერთი წამის არის რა წუთი კაცო წაფის არის ამიტომ წაფი გამოვიყენოთ ვაქციოთ საუკუნეთ გავაჩეროთ ეს წაფი ჩვენ ცნობიერებაში და ღმერთს შემოვიყვანოთ რა
თლიანად არ ახარ შენ. წაიშალო, მოკვდი. აი როგორც პავლემ თქვა, მე აღარ ცხოვრობ. აი პავლე არის მაგალითი. აი ვის შეხვდა ღმერთი. მე რო გავაგრძელო ცხოვრებაო, ამდენად მე უკვე აღარ ცხოვრობო. ქრისტე ცხოვრობს ჩემშიო და რას აკეთებდა? სულ ქრისტეს საქმეებს. ხედავთ რას აკეთებდა იგი. ვიღაცების თვალში შეიძლება გიჟი იყოს პავლე, ხლა ნებისმიერი ბიზნესმენის თვალში პავლე არის ავადმყოფი. მაგრამ იმათ რა ეშველება. ხა ივანიშვილი და პავლე რო შეაბადავთ ერთმანეთს. ივანიშვილი რო წაიკითხავს ახლა პავლე სიტყვის რომ ეს ნორმალური ადამიანია. ან იესო ქრისტეზე იტყვის ივანიშვილი, რომ ეს ნორმალური ადამიანია. კარი არ აქვს, სახლი არ აქვს, ფული არ აქვს, ქუჩა დადის. და ბოლოს ჯვარზე გააკრეს. ხა მაგას დამაჯერებ, რომ აი ლევან ვასაძებს ამებს ქრისტეს წამთ. კი, მაგრამ რატო არის ცვლილება შენ ცხოვრება? რა არის? სირცხვილია სასახლეში ხარ, გამოპლაკული. არა წამთ მაგათ, იმათვის ესენი კიჟები არიან. ქუჩა წანწალი, პეტრე მიატოვა ისა, მათეზე იკაიფებენ, ბიზნესი მიატოვა. ზაქეზე საერთოდ ახარხარდებიან, ყველაფერი დაურიგა იმას. ივანიშვილი მაგას იტყვის. მაგას არ წაიკითხავს. ვაცალოთ ბატონო. აი როგორ დაამთავრებელი მდიდრების ამბავიც აღწერილია ბიბლიაში. ასეთი მდიდრების. და აი ტანჯებიან საწყალები ესენი. რა შერჩება ამათ? ახაც რო ვერ ხარობენ. შიშა და კანკალში არიან, დამალულები არიან. რა ჭამასმა თუ აბედნიერებს ადამიანს, ორ ყველაზე ბედნიერი ყოფილა. ყველაფერს ჩამს. ჭამასმა და ჩაცმა ბედნიერება და რაღაცა სურათს რო იყიდი მილიონად და დაკიდე ფიქა, რა ხეპრეთს ახლა ხეპრეთ თავი რო შეხედავს ახლა რომელიმე სურათს რა გაბედნიერდები. ცნობიერება გაქვს და ამატყოფული და გინა ის სურათი ჩამოკიდა, ეს არის განძი მისთვის. მატერიას აგროვებს. უკვდავება აქ მაშინ შესული რომ დიდხანს იქნება და საერთოდ არ მოკვდება. ხო იცით რომ დიდრები უკვდავები არიან. თორემ წმენა აქვთ ესეთი რა, კლინიკა, ფული მაქვს. ყველაფერს ვიდი, არ მოკვდები? არ მოკვდება ივანიშვილი. არ მოკვდა პატარკაციშვილი, უშველა ფულმა. ის ლონდონის კლინიკაში იჯდა. და ექიმების წერით დადიოდა, სადაც მინდოდა ექიმები დაყვებოდა. არ მოკვდა? უშველა ექიმებმა? უშველა ფულებმა? არა. 52 წლის ასაკში გარდაიცვალა კაცი. რა არის 52 წელს? არაფერი ჯერ ისეთი, ხო? რას აკეთებდა 52 წელი ფულს აგროვებდა. და მაგისთვის გაჩნდა ეგა? ფულის გროვებისთვის ავართ გაჩენილი და სასახლეების დასადგმელად ხალხნო? აი ეს არის უბედურება. ადამიანმა დაკარგა საზრესი, რისთვის მოვიდა დედამიწაზე. ხვდება აქ ჩვენ აშენებული სახლი და მშენებლები და გვეუბნებიან რომ ეს უნდა ვაშენოთ. აი იმიტომ არ აშენებ და ის ხალხი ჩვენ რო ვკითხულობთ აქ არაფერს. მდგმური არაფერს არ აშენებს. მდგმური ცხოვრობს. აი რა კაცობრიობა საითკენ მიზა. პარადოქსია, შენების გამო ინგრევა დედამიწა. შენება ანგრევს და არა შენება. მე პარადოქსი ვთქვი. და წამლებს და არ დააბრალო მაგებს რა, გამორიცხე ეგა. მაგათ უმნიშვნელო რაღაცა აქვს. ხო, ტალახს კი არ დავაბრალოთ რომ გამოდის რომ ტალახი წამალია. ქრისტე რო ტალახი წაუშვა იმას. გამოდის რომ წამალია, ხო? წყალიც წამალი ყოფილა, ნეემან სერიალი რო ჩავიდა წყალში. როგორ ფიქრობ? არ არის წამალი იმ შემთხვევაში, აი უტვინო კაცი დაინახავს რომ წყალმა მოარჩინა. ესე ეგონა მას, ხომ? რა წყლების გო აქ მოვედიო, კაცო, ნახე, ნეემას ისეთი რწმენა აქვს, რომ წყლის რწმენა, წყლით თუ გადავრჩები, აგერ, ჩემი წყლები უკეთესია შენზე, ეგ მართლაც ესე იყო ვიდრე იორდანე. მას სხვა რწმენა ჰქონდა ღმერთის და უამრავი იყო კეთროვანი, მაგრამ იესო იძახის ამას, არავინ არ განწმენდილა სირიელი ნეემანისაო. ასევე იმ ქალზეც ლაპარაკობს ქრუზე ილიასთან იყო შენ. არა, იმასაც რწმენა ჰქონდაო. და იმ ქალაქში სადაც ის ცხოვრობდა ახსოვთ ალბათ ერთი სასწაულიც კი ვერ მოახდინა მშობლიურ ნაზარეთში იმის გამო რომ იქ არავინ არ იღებდა ამას ღმერთად და მაგიტომაც თქვა სევდიანად რომ არც ერთ ქვეყანაში ისე უპატიოთ არ არის წინასწარმეტყველი როგორც საკუთარ სამშობლოში და საკუთარ ნათესავებშიო. ეს არის იესოს სიტყვები. მართლაც ესეა. საკუთარ ნათესავებში რაც უნდა ღირებული იყო, შენ უპატიოთ ახარ. არ გიღებენ ისინი. სხვა გიღებს. ეს კიდე ღმერთი იყო და საკუთარ სამშობლოში, საკუთარ ოჯახში მიღებული არ იყო. ნათესავებში არ იყო მიღებული. იმას ყოდლა ნათესავები ყავდა დედეს მხრიდან. ძმები არ ყავდა. პირველ ეტაპზე დატოვა მან. აი მერე მოხდა სასწაული რომ იმ ძმებიდან ორი უკვე ამ ღმერთის სამსახურში იყო. და ორის წერილიც დაგვიტოვა. სულიწმიდა იაკობი და იუდა. ეს დედით ძმები არიან, რომლის მიღება არც კათოლიკებს უნდათ. და არც მართლმადიდებლებს. ჯანდაბამდე გზა ქონია ამეებს. ქრისტიანობა კათოლიციზმი კი არ არის და მართლმადიდებლობა. ქრისტიანობა იესო ქრისტეა, პიროვნებაა.
და იმის სიტყვების გათავისებაა ჩვენ გულბოყში და ჩვენ გონებაში და ეს ასწაული უნდა ვიწამოთ. საიდან სადმედის ნეემანი ეს უდიდესი სარდალი და ძალიან მოსიყვარულე სირიელი მეფისა. მეფეს რო ეს ესეთი დაავადება შეემთხვა თავის სარდალს შეწუხდა მეფე და აფრინა წერილი ერთი გოგონას მიერ, რომელსაც არის სადღაც ისრაელში პიროვნება, რომ ამ სასწაულს ახდენსო და წავიდა. ეს ხო წერილია მეფეთა წიგნებში ხო წავიკითხეთ. თუ ეს ლიტერატურული რაღაც ფანტაზიებია, ჩვენ ყველაზე საცოტავი ხალხი ვართ. ყველაზე საცოტა და დასაცინი ხალხი ყოფილვართ ივანიშვილებისა და ვიღაცეებისთვის. არა, მეგობრებო, პირდაპირ მესმის მე ეგა. ეგ სასწაულის ხანა იყო, მეგობრებო, მაშინ არავის არ უკვირდა ეგ. ეხლა 2000 წელი გაჩერებულია ცა, იმიტომ რომ დევს ესა და სხვა უხილავი სასწაულები ხდება, მაგრამ ხილული არა. ხილული სასწაულები აგერ ბიბლიაში ვკითხულობთ. ეხლა უხილავია და ბევრი ილუზიაში შედის ადამიანი თითქოს ამ უხილავის სასწაულის შეცდომა რა არის, უხილავის სასწაული არის ისეთი რამ, რომ აი პრაქტიკულად ესეთი მაგალითი იმას ავქნათ. რას ნიშნავს უხილავის სასწაული? მივდივარ ექიმთან, მაძლევს რაღაცა ნივთიერებას წამალს, სხვა მომწამლავს და მორჩი. აი უხილავის სასწაული ღმერთმა გამოიყენეს და მე მომარჩინა. მე კიდე ემას ვერ ხედავ, დავაბრალე ექიმს, წამალს. ჩემ თავში გაბატონდა მეცნიერების რწმენა და კარგად ვარ. აი სატანა აკეთებს ამას. ფარმაკოლოგიის უკან სატანა დგას. იცით თუ არა, ბერძნულში ეგრე ნიშნავს მაგას. ამიტომ ჩვენ გავაბატონოთ ღმერთის რწმენა და ჩავჭიდეთ წყალში ნეემანივით. რასაც გვეუბნებიან, გავაბატონოთ ღმერთის რწმენა და მივიღოთ ის პრეპარატი, რომელიც რაღაც თუ ღმერთმა არინება ეს პრეპარატი არ მოქმედებს. და მით უმეტეს ისეთი დაავადება, რომელიც ფაქტიურად ეს კეთრი რო სიმბოლო იყო ძველ აღთქმაში ცოდვის, არანაკლებად შემიძლია ვთქვა, ეხლა ახლად რო დაიწეროს ბიბლია, კიბო არის ცოდვის სიმბოლო. ლევიტელებში ხომ წინა სახეებად აი კეთრი რის დაავადება დამადროსის სიმბოლო იყო ცოდვის სიმბოლო. ეს ისეთი გავრცელებული იყო ეს კეთრი, იცით თუ არა? საშინელი დაავადებაა, ხო? იხრწნების ზეზეულად, ვერან ვერ გშველის, ვერან ვერ მეგობრების წრებში ვერ ახართ და კეთრომანი უკვე უნდა ცალკე უნდა ცხოვრობდეს. ვერ ნახავს შვილებს, გამოემშვიდობა უნდა ყველას. ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა დაავადება აკიბოც, მაგრამ ახლო წრეში ხარ, შენ ახლობლებთან ახარ მაინც. განცალკევებით არ ახარ, ბანაკში არ ახარ, სადაც ის დაავადებები დამატყოფი ადამიანი თამოყრილი და მარტო საჭმელები რომ მოაქვს. რა მძიმე, აი სურათს რო წარმოიდგინეთ, გაგაბიჟინებთ რა. როგორ იყო ჟღარუნი ქონდათ შემმული და ყველას რო დაინახავ და უწმინდური ვარ, უნდა გეყვარა, უწმინდური ვარ, არავინ არ გაკარებოდა. საშინელებაა ხო, საზოგადოებიდან განდევნილი ხარ. საკუთარი შვილი ის არ გეკარება არავინ. შხორიდან მარტო, ეს არის ტანჯვა. აი იმიტომ იყო ის ცოდვის სიმბოლო, კეთრი. და ღმერთი ეხებოდა ამას, იცი, ესო შეეხო. აი მკეთროვანს გაწმინდა. ესე მოციქულების ზეგასავლო. ის ლუკა მახარებელთან ის 10 კეთროვანიც ხომ? ისეც გაწმინდა მან. და მარტო უცხო ტომელი დაბრუნდა სამარიტელი მოსახდელად მადლობის. ასე რომ ჩვენ დარჩენილი რაც აგვაქვს არ ვიცით, ვიცხოვროთ განწყობით ღმერთის სიყვარულით სულმუდამ. მაშინალური არ იყოს ლოცვა, მექანიკური არ იყოს. შენ რაღაც გატახეთ კიდევ შენ ცხოვრებას. მოინანი ცხოვრება არ გიცხოვრია სწორი წესით და არც ერთი ჩვენთაგანი ქრისტეში ხო არ ცხოვრობთ სწორად რა, ეს იცოდეთ. ჩვენი სწავლა არავის არ ჭირდება, ჩვენი უმაღლესები. ჩვენ ღმერთს ვერ გავარკვივრებთ ვერანაირი ინსტიტუტით, რო იცოდე. ვერანაირით. იმას არ ჭირდება შენი ინსტიტუტი. არაფერი მას არ ჭირდება ისეთი, რაც აქ ჩვენ აი აქ რო სწავლობ შენთვის გინდა რა შემაკადგინა კიდე რაში გადგება რო. ვინ გადაირჩენს ვინ განკურნავს თავის თავს ამ სწავლა-განათლებით. ექიმი განკურნავს თავის თავს. ექიმები არ ყვდებიან ამ სნებით. რამდენი ექიმი იმსხვერპლა ამ სნებამ სიმსივნე და სხვადასხვა დაავადება. განიკურნენ ისინი? ეგ პროფესია, საწყლები ისინიც გაუბედურებულები არიან. და ყველაზე ათეისტები არიან ექიმები. ექიმები რა ვიცი. ჩემი ოცნება იყო იმაში ყველაზე მაგარი მორწმუნეები უნდა მუშაობდეს. ცოცხალი ღმერთის მორწმუნე. რა ტიპები მუშაობენ? ათეისტები. ეს ორია. და ექიმი რომელიც ღმერთის ამღიარებელია და თავიდან ბოლომდე ღმერთით არის გამშვალი. აი ეს არის მკურნალი რა. საწყენია რომ ჩვენ
მორწმუნე ვბარდებით ექიმს, რომელიც ათეისტია. და გამტარი უნდა იყოს, ყველა პროფესიის სათავეში ღმერთია. და შუამავალი უნდა იყოს ამა თუ იმ დარგის პროფესიონალი ჩემსა და ღმერთს შორის, როგორც შემოქმედი. ის პროფესია ღმერთიდან აქვს ყველას, ხო? აი ეს დაიკარგა კაცობრიობაში და ამიტომ არის სანაგვეს როგავს დედამიწა. და ქეიფობენ და არიან ეს ახალი წლები ბედობა, დებილიც ახარ ის დებილი იქნები 2 იანვარსა და 3 იანვარს, ხო? რა ფეხები, ჩვენ სხვის ფეხზე ვარ, მე დამოკიდებული ვარ ტოლუს ფეხზე. რა ბიძინა ივანიშვილი რო შევიდეს, რომელიმის ოჯახში მილიარდელი გახდება? რა სიტყვია ესა? აი მე რამდენ სიტყვას ღმერთის სირცხვილო? და საქართველოში კიდე რა უხარეთ რა თოფების სროლა ერთი მათემატიკური 2018-ის მიემატა ერთი რიცხვი. რა აღრიანცელი იყო ბიჭო რა დაგიდუგი იყო რა მაშინ სკდებიან ღორები და მაშინ დასკდებიან და ტყელი სიტყვებს ისე აფრქვევენ ბიჭო ახალ წელს გილოს ტოლუ ადამიანის მოლოცვას რა აზრი აქვს? 2 ტოლუ ერთმანეთს რო ულოცავს კამფეტებს უწმენ ტყბილად დამიბერთი. რა სიტყვა მე ქიმია შემოგაჩიჩებს ხეში და დაგაბეროს ტყბილი ქიმიით. არის ეს ყველაფერი არის ძალიან კომიკური იცი უკვე რა. და ყოველი დღეს ღმერთის გაჩენილია და როგორ ხვდები ესა თუ ის ადამიანი. ეს შაბლონური წლები. შაბლონური მილოცვები ამისი და ყოველი წელი მიახლოება მარადისობასთან. გიხარიათ რომ მარადისობას უახლოვდებით? ვინ აღნიშნავს ამას, რომელიმე სეკულარული ამას აღნიშნავს? არა. ეს წელი იქნება იმ წელს ვერ ვიშოვე ფული, ამ წელს ვიშოვე ფულს. თუ ამ წელს ჩავაბარებ, წაიქცევა შვაგზაზე. რამდენი გამოეცალა 2017 წელს ადამიანები ამ დედამიწას, რამდენი? ძალიან ბევრი. მილიონობით. ასე რომ წლებს სიცოცხლე არ მაქვს, სიცოცხლე ქრისტემ მოიტანა. და წლების ამღრიცხველი ის არის. იმან დააწესა ყველაფერი და ჩვენში შემოიტანა რომ ქაოსი არ ყოფილიყო. გავყავეთ წელიწადი 12 დღეებად, რიცხვებად, რომ ერთმანეთს არ დავეჯახოთ. გაკერპება რიცხვისა და თვისა არ არის სწორი. დღეების, შაბათების, ორშაბათი ცუდია, შაბათი კარგია, არანაირად არ არის სწორი. სუბიექტი არ არის ეს. ეს მოწესრიგებისთვის სჭირდება აღამერც თორე რა, კიდე ერთხელ დედამიწამ მზეს შემოუარა. დამთავრდა ციკლი, კიდე მიდის იმაზე. წერაზე ტრიალი არის. და ამას აღვრიცხავთ ჩვენ. ხო, და დროისა და სივრცის შეგრძნება ჩვენი ცნობიერების აპრილული ფორმებია, ხო? აღვიქვამთ. ცხოველები ამას არ აღიქვამენ. შეიძლება ეს რაღაცა გავაწმინდაოთ რიცხვი. რაღაცა სისულელი ახახნესა. ვიცხოვრობთ რა, ღმერთის სიყვარული და თითეული დღე მადლობა უთხრათ ღმერთს, რომ კიდევ უღირსი ადამიანი კიდე მოგცათ გაჩერება. მაგრამ მაინც გაგვიყვანს. და რო გაგვაჩერა, რას ვაკეთებთ? რაზე ვლაპარაკობთ? ჩვენ ლექსიკონში რა არის გაბატონებული? მიწიერი პრობლემები თუ აქტიური? აი მითხარით. ისე არ გაიგოთ, ყოველ იმას კი არ ვიძახი, რომ პლაკატებით ილაპარაკოთ და ლოზუნგებით და ხატები ეს ამხრივ ყველაზე კაი ქრისტიანული მუზეუმი საქართველოა. მართლმადიდებლური მუზეუმი. სულ ყველას ხატები აქვს. დარბიან გიჟებით, ქუდები ახურათ ჯვრიანი, რაღაცა კარობკებში ლოცვები უწერიათ, ყიდიან მაგას, არის სრული გამოშტერება არის რა. სახლი არ არის, მოჭედილი არ იყოს ხატებით, ეს რა არის, მუზეუმი. ეს უნდა ღმერთს. და რა გულით დადიან და რა ტვინით ჩემზე კარგად იცი მოусმენ ადამიანს გულყრა გარანტირებული გაქვს. ასე რომ მინდა რომ მეტი რწმენა გქონდეს ღმერთისა და სიცოცხლე მასაბარია შენი და დაველოდოთ რაღაცა ყველაფერი შეუძლია მას. რაც მისაღებია, ნამდვილი მივიღოთ ახლა. ცდები ატაროს ვიღაცამ ჩვენზე და მე გადასცეს ეს ცდების ჩატარება და ის წამლები ვითომე, ეს არის სისულელე რა. არა, დაველაპარაკოთ ექიმს რაღაცა. იცი, არ ვიცი, მაშინ რა ახლა შენც არ იცი, მეც მაშინ მე ღმერთი, მე მორწმუნე, შეურწმუნო ხარ. ღმერთს მემენდობი რა. იყოს მისი ნება. იესო ქრისტე მეც ღმერთის ნება რომ მიიღო, ჩაბარდა რა ადამიანებს, არ შეიძლება და გაქცეოდა. პავლე ჩაბარდა რა, არ შეიძლება და გაქცეოდა პეტრე ციხიდან რო წავიდა, კარები არ იჯდა იქა რა. სიყვარული დაამტკიცა მან რომ იქ არ მოეკლათ ისა რა, რა ქვია, მოდარაჯე. არ შეიძლება და გაქცეოდა ისა. შეიძლება, მაგრამ არ გააკეთა. ასე რომ ღმერთის ნება ჩაბარდა იესო და აღასრულა ყველაფერი და აღდგა. და უკვე ისეთი იმით სიხარული მოუტანა მოციქულებს, რომლებიც დაბნეული იყვნენ კურდღლებებით და ამ წუთის სოფელშეთ მეფე ათულ. აი აღდგა მეფე. ნამდვილი დიდებით და უთხრა და დაიწყო უკვე რა ეკლესია. სოფლიოში გავიდა, გახმაურდა ეს ხმა და 2000 წელია ეს ხმა ისმის.
მაგრამ მსმენელების კატეგორია გითხრა იესომ რამდენი იქნება 1/4 გამოიღებს ნაყოფსო. მოსახლეობის 1/4 ახლა რამდენია? 8 მილიარდი არის უკვე. ძალიან ცოტაა და ისეც კიდე საინტერესოა რაც დრო გავა იესომა თქვა საერთოდ წმენა დამხვდება და არ დამხვდება წმენა რომ მოვალ მე უკვე მართლაც ესე იქნება. შობლიურ მის ქალაქში არავინ არ იყო მორწმუნე. არც ნათესავები. მეატოვა ხო იქ არც ერთი სასწაული არ მოუხდენია შობლიურ ნაზარეთში. და აი სახელი. კაპერნაუმში რამდენის ჩაატარა ხომ ამ როგორი ეტიმოლოგია აქვს ქალაქ კაპერნაუმს. მშვიდობის სასწაულის ქალაქი სოფელი ხო? რა კარგიც არის და ან იგივე ბეთსაიდი, ქორაზინი, შტაბ-ბინა ერთგვარად კაპერნაუმში ქონდა მას. მაგრამ დააკვირდით იქაც იცი ამ სამა ქალაქმა არ მიიღო ესა. იორდანის იქით გადავიდა გადარინელთა ქვეყანაში, იქ საერთოდ ჭოლოკებით გამოეკიდნენ რა. დატოვე ეს დადიო რა ქავკაკა შეშინებული გვახეთქილები იყვნენ უამრავი ღორები რომ ბოდეზე გადაცვიდნენ. და ხვეწნით ემუდარებდნენ დატოვე ჩვენ ისო. ეს გულწრფელია ისე. და როგორ აჩანს ნაყოფით რომ დატოვებულია ძალიან ბევრი ქალაქები დღეს დედამიწაზე. დაატოვებინეს ქრისტეს და მის ადგილზე დეკორაცია არის გაბატონებული. არც საქართველოში არის ქრისტე მიღებული. არა მარტო ნაზარეთში. არც საქართველოს არ მიიღო იესო ქრისტე და მის მაგვირად. მისი კარიკატურული ფორმა არის, რომელიც საღდება როგორც ნამდვილი და ნაყოფი როგორია? ყველა მიცის რომ ნაყოფი რა არის, იარონეს, მაგრამ დამახიჩდა ადამიანის ცნობიერება, ესე იგი, სულ როგორც ნამდვილად ასახებს, ასე რა გამოგატვინა, იმიტომ რომ არ იცნობ ორიგინალს. როცა ორიგინალი კუპიური არა გაქვთ თქვენ დოლარის, ძალიან ადვილია მოტყუდეთ და გაასაღოთ ფალსიფიცირებული. როცა არ იცნობ ორიგინალს. ორიგინალი კი საჭირო არის და მადლობა ღმერთს რომ ბიბლია როგორც ასეთი ეს წიგნი ეცნობა ჯერ არავის არ დაუწვია. მაგრამ ეს გაუქმებულია მთელ რიგ ქვეყნებში. სადაც გაუქმებული არ არის ინტერპრეტირებულია და ყველა ოკულტისტურ დენომინაციებში ბიბლია მიღებული არის. მაგრამ აი ეს დამატებული როგორც იმ იგავში გუში რო ვთქვით სამი საწყაო ფქვილში რო ჩადებული საფუარი. ნახეთ და თან დედაკაცმა რო ჩადო რა. ღმერთის სიტყვას შეურიეს ძალიან ბევრი ცრუ მოძღვრებები. ესე იგი ბიბლია მიღებული აქვს ძალიან ბევრი ეკუთვნის ჩხიბავს ბიბლია რა აქვს მიღებული. ჩაუხედე იქ რომ არ შეიძლება კითხაობა ყავაზე, კითხაობა რა გახდა კაცო ძაღლის წელიწადი, საქართველოს ქრისტიანიერი ძაღლის იმას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ძაყვითელი ძაღლის წელიწადი ყოფილა. ესენი ვერ არიან დალაგებული. გამოდიან პიროვნები ერთმანეთს შენ რომელი თხის ხარ თუ ვიღაცა ხარ გამიგე და ერთმანეთს არ მე ისა ლოგოკინა ვარ, მე ისა ვარ. და რო კითხო, მღვდელთანაც გადის ინას არის შვილმა თხის რქა არის და ეს ვიღაცა მშვილდოსანია და ვერ არის დალაგებული ხალხი რა. აი როგორ აი ეს არის ის სამი საწყაო ფქვილში. ბიბლიას ესენიც აღიარებენ, მაგრამ ასტროლოგიაც შეიტანეს. კითხაობაც შეიტანეს. აი რას ნიშნავს ის იგავი, რომელიც იესომ თქვა და როგორ აქტუალურია დღეს. აი საქართველოს კაი ნათელი მაგალითია. პროტესტანტებში უკუგდებულია ჰომოსექსუალისტების მიერ ბიბლია? არ არის ეგეთი ეკლესიები, სადაც პასტორი ჰომოსექსუალისტია? ხო არის? რისი მომტანი არის ახლა თქვა საქართველოს არის დენომინაციები. არის ბაპტისტური ეკლესიის თავკაცი არის მამხა სონღულაშვილი და 150 წელია სასაცილოა. როდის იყო 150 წელი ბაპტიზმი საქართველოში მე არ ვიცი. ეს გვემაიმუნებიან. ასე 1600 წელი არის ქრისტიანია საქართველო. მაგრამ ნაყოფი ნახეთ როგორ ამასაც რო შერეული აქვს უამრავი რა. იცით რომ ამ კაცმა რომელიც სახეს 150 წელი არის ბაპტიზმი საქართველოში ისტორია და აღნიშნა ვითომ იცით რომ მას იესო ქრისტე ღმერთად არ მიაჩნია ეს თავისი სიტყვები მე მოვისმინე ვიმეორებ. მან თქვა რომ არა ეს ღმერთი არ იყო არის მოძღვარი. აჰა ბატონო ბიბლიას არ უარყოფს მაგრამ აქაც საქმეა საფუარი. ამას თავისი საფუარი აქვს. შეიტანა ბიბლიაში თავისი ცრუ მოძღვრებები და თქვა რომ იესო ქრისტე ეს ღმერთი არ არის კაცო რა არ ჯერა ამას რომ დაიბადა ესეთი ცნაურობით რაც აღწერილია. ყველა מחარებელი აგვიწერს ამას. დაძვრებით ლუკა და დაძვრილებით მათე. სული წმინდით მიერ ხომ? თავად მარიამ იძახის როგორ იქნება ეს რომ მე კაცი არ ვიციო და აი სული წმინდა გააკეთებს ამას და ვიყო შენი მხევალიო თქვა მან. აერწმენა. და რო კითხულობენ ამ ტექსტს მე მაუცებს რა კითხვა არის ესეთი რომ ეს დეტალებზე შენ არ ამოწევ ამას. მარიამი ლუკასთან პირდაპირ გვეუბნება რომ
ეს კაც არ იცნობდა და როგორ მეყოლება შვილი კაც არ გადამრიო. სული წმინდით. აი მხევალი ვიქნები ამერთისო. და ყოველი ამის მე რო დავრცულდა, ნახეთ იოსებიც კი მისი ქმარი. იოსებიც გაშვებას ინდობდა წესების მიხედვით. ჩუმად ჰუმანიზმში მოჭდა უცებ იოსები და ხალხს რო არაფერი არ ჩაეკოლათ, უყვარდა ეთყობა და ჩუმად უნდა, მაგრამ გამოეცხადა ღმერთი. სული წმინდის მეშვიდე და უთხრა ანგელოზს, არა, ეს სული წმინდიდან არის. შენ ხომ მორწმუნე კაცი ხარ? რა, არ ელოდებოდით ხსნელს? რა წაიკითხება? მიიღო იოსებმა. და შემდგომ ამისა კიდე ღმერთმა ისე გაანაყოფიერა ეს ქალი, რომ კიდე 4 ძმა ყავდა კაცო მოხსენებულია სახელებით, ხო? იუდა, სიმონი, ოსია, ესენი იაკობი მოხსენებულა, ხო? აქედან 2 აგერ სახარებაში თვითონ წერილით არის წარმოდგენილი. ხო, იაკობი და იუდა. ეს მაცხოვრი ძმები არიან დედიდან. რა არის აქ მიუღებელი? უტვინო რო ადამიანი, იმიტომ არ იღებს ამას. და რა არის მიუღებელი? აგერ სამი საწყო იმაზე, იეღოველები ეგ არ არიან, ბიბლიას უარ ყოფს იეღოველები, არა. მაგრამ ცრუმოძღვრება იმ ვიღაცა მე-19 საუკუნის ორგანიზატორისა შეიტანეს თუ არა, არა, სამი ღმერთი არ შეიძლება იყოს, ღმერთი ერთია, იესო ქრისტე არ არის ღმერთი. არ არის ეს სამი საწყობრივი დედაკაცმა რო ჩართო და ესენი არ არიან ისინი ელენე უაიტის ნაირი ხალხი? ბატონო იესომ რა თქვა? სახეზია არ უარყოფს მორმონები ბიბლიას, არ უარყოფს მუნი ბიბლიას. ბიბლიით არ შემომიტანეს თბილისში რეებს ბოდავს კაცი? არც მორმონები არ უარყოფენ ბიბლიას. ბიბლიით სარგებლობენ, მაგრამ მათაც ცრუმოძღვრება შეიტანა ვიღაცა ლიდერი რო დაიბადა და ლიდერმა რაღაცები ამოქექა იქ და არ უარყოფს ბიბლიას, არც შტაინერი არ უარყოფდა. როგორია განხილვებული, არ უარყოფდა ბიბლიას, როგორც გადასაგდებ წიგნს ვთქვათ იგივე ოშო რაჯენეშია აღმოსავლური იმიდან. შეარიგა იმასთან, აი, საწყაო სამფქვილში ღმერთის სიტყვაში შეურიეს ამებმა თავიანთი მოძღვრებები. და სათასასწრაფოა აი რას მომსგავსო. ამიტომ ჩვენ ამით კი არ უნდა ვისარგებლოთ წმინდა წერილით და ორგანიზაციის ლიდერმა რა შეიტანა მაშინ მე სულ არ მაინტერესებს. ამიტომ გავემიჯნოთ ორგანიზაციებს, სადაც ლიდერები თავის კუჭის გასახარებელ იმებს ეძებენ ბიბლიაში და ინდივიდუალურად ჩვენ ვიკითხოთ ბიბლია და დავიხმარიოთ ის ხალხი, ვინც ჩვენამდე ამაზე თავი დადო. არავის არ დაუდია თავი. არც მორმონს დაუდია თავი ამაზე, არც ელენე უაიტს და არავის არ დაუდია თავი ამისთვის, ამ რეგვენებს. ვინც თავი დადო, ის ცნობილია ბიბლიაში. მისი რწმენა დაამოწმეს სიცოცხლითაც კი. სიმღერა აი სტეფანე მაგალითად, პავლე. მოციქულების სუყველა ერთის გარდა. აი ვინ არის? ჩემთვის მისაბაძე მოგე. რომელიმე ერთი დაადო, რომელი რა აი. აგერე მუნმა დადო თავი ამ რწმენაზე თუ რა? თუ იმან ადვენტისტების ლიდერმა, ან იეღოველების ლიდერმა? აი რა, გადახედეთ მის ცხოვრებას. რწმენაზე ვინმე ჯვარზე გააკრა თუ რა? საინტერესოა ვის რამდენი დოზით აქვს შერეული ის რაღაცეები, საფუარი. საფუარი შერეული აგერ მალხასონყურაზე 100%-იანი გითხარით. თვითონ თქვა, არ წამს არც დაბადება ამისი, არაფერი და რა ვიცი ეს რა უგედურება არის? ის ბაპტისტი არის, ეს მართლმადიდებელი ბაპტისტი აღარ გამიგია წვერებში ესეც პატრიარქი არის მაიმასი ბაპტისტების? ჯოხით დადის და წვერებში არის კაცი ნახევრად ჭკუაზე არ არის. ან რას ხადაგებს ეს ჩვენი ხუბაშვილი? საინტერესოა ის რამდენ ამის შეურებს. 1-2 მოვისმენე და ესეც რაღაცა იქიდან ხელმძღვანელობს. ამიტომ რატო ვენდოთ მაგებს? იესომ გაგვაფრთხილა. აგერ ბატონო დევს ღმერთმოლობა ღმერთს რომ აი წიგნები ყველას ჩამოგვირიგა და მე არ მინდა გადამუშავებული წიგნები, გადაკეთებული მორმონების, იეღოველების სპეციალურ ხოჭით იეღოველების თავისი წიგნი აქვს. ბიბლიიდან გათავისებური წიგნი კიდე თარგმნეს, თვითონ თარგმნეს. თარგმნეს ბიბლია იეღოველური განწყობით. ეგრე ათეისტიც თარგმნის ამას თავის განწყობით. და თურმე შეცდომებია იქ, ხო, აი პავლეზე მაგარი, აი პავლეს რო შეცდომებს კაცი უპოვის, ის რეგვენი უნდა იყოს, იცი? იმას ეშლებოდა რამე და შენ არ გეშლება? იმის ცხოვრება შენ ერთია? ის საქმეთან იმით ადასტურებდა, რწმენა და ცხოვრება გამთლიანებული იყო, როგორც ქრისტეს ისე ამ ხალხის. ასე რომ მიენდე ჩაბარდა ღმერთს ჩვენი პატრონი ახლა არავინ არ არის იესოს გარდა. და ამ განწყობით 7 წყნარად დატკბი რა 1 საათი, 2 საათი, რამდენი ზღვიბოძა, არ ვიცი მე რამდენი გიბოძა ღმერთმა სიცოცხლე. დატკბი ამ ცხოვრებით ხოლმე ქრისტეში. აღარ გინდეს ნერვები შლა, ის არ სწავლობს, ეს სწავლობს და ნუ ნერვიულობ მაგაზე მე ყველა კარგად იქნება, ნუ გეშინია. ყველა მოიხდის ამ წუთის სოფელს. შენ თავზე იზრუნე მეტად.
ჯერ წმენაზე იზრუნე და ეს გადაეცი, რასაც აღმოაჩენ რაღაცა ბავშვებს, შვილებს გამიგეთ. იაკობივით მოესიყვარულე. დატკბი, ახლა მაინც დატკბი შვილებთან ურთიერთობით და აღარ დაინახო შვილი საზოგადო მოღვაწე, აღარ დაინახო შვილი სტუდენტი, შვილი დაინახე ღმერთის გაჩენილი. ჩვენ მშობლები შვილებს უყურებთ, აი ნიჭიერია, სწავლობს, ის იცის, ეს იცის. აბა ყველაფერი გააკრეთ, ისე მიიღებთ შვილს. ყოველთვის უძებნია შვილს რაღაცა კარგ მშობელს, ისე უჭირს შვილის შეყვარება, რომ რაღაცა ჩინი თუ არ აღმოუჩინა, ისე ვერ მიიღებს. ან გარეგნობა, ეგეთ ჩინია გარეგნობა. აი ლამაზია. არა უშავს თუ არ სწავლობს. თუ სწავლობს და ბიჭო არარაობიდან და შეიყვარე. ჯერ ერთი ცოდვილია. ცოდვა დაცემულია, სულ ყველა იბადება ცოდვილი. არაფერი არ თქვას კაცმა, რაც გულიდან არ მოდის რა. მე ყოველთვის ვერიდები ისეთი რამის თქმას, რაც რა არის რიტუალი არის. აი ისე დუმილს ვარჩევ. ჟესტიკულად იცაც გამოვხატავ ამას. თუ გულიდან არ მოდის არ ვაკეთებ. რასა ჭირვე ეს რიტუალი. რა, დუმილი ჯობია ესე, არც იმას ვიტყვი, არც ამას, ხო? ხო, მაგრამ ყველაზე ეფექტური არის გულიდან რომ მოდის. კაც რო ულოცავ, გულიდან უნდა მოდიოდეს, იცი? კაც რო ეუბნები მიყვარხარ, ეს გულიდან უნდა მოდიოდეს და არა რაღაცა მისი ჩინი და რაღაცა. და ამას ნამდვილად ძალა და ენერგია აქვს, გადაეცემა. ხო, მიმღებიც თუ კაი დახვდა ამას, იცოცხლეთ მაგარი რამეა. ქრისტეს ძალა აქვს, ჩემი მიმღებმა უნდა მიიღოს მისი ძალა. თუ არ მივიღე, მის ძალას აზრი არ აქვს. ეკარგება. აი რატო იძახის რომ, როდესაც თი ქალბატონი უახლოვდება მაცხოვარს, ეუბნება თავის შვილის, ის წაიცა იქიდან, თავის ისრაელის იმიდან არ არის. მე ვარ ჯერ ჩემი სახლის შვილებისთვისო. და რა კარგ რამის ეუბნება ის რომ, კი მართალიაო, მაგრამ აი ძაღლებიცო, ხო ძაღლებიცო, ხო თავის ბატონების ნასუფრალის ნამცეცებით იკვებებიანო. იესო აი რწმენაო, მოგეგოს შენი წმენის სამეფო. ნახეთ რა გვაკლია ჩვენა. ის ქალი არ იყო ისრაელის ოჯახიდან. ფორმაში კი არ უნდა ჩანდეს რწმენა. გული და ნაყოფში უნდა აირეკლებოდეს და მაცხოვარმა მორწმუნეების 4 კატეგორიიდან, ნახეთ როგორ თქვა იმ 4-დან, მხოლოდ ერთი მეოთხედია, რომელიც განსხვავებულ ნაყოფებს გამოიღებენ. 100 მაგი, 60 მაგი და 30 მაგი, ეს დანარჩენი 3 მეოთხედი არა. და დახასიათებული, ეს არის კაცობრიობის სურათი. დღეს და ეს არის უტყუარი, ღმერთის სიტყვა არის უტყუარი. არავინ არ შეიტანოს მასში არანაირი კორექტივები და ეჭვი. ღმერთი ლაპარაკობს ხალხნო, ადამიანი რო ლაპარაკობს ტყელ-ტყელ სიტყვებს და უშინაარსო და თვითონაც რო არ ჯერა ბევრი რაღაცეებს, ხო? ისეთი რაღაცეები ლაპარაკა ივანიშვილმა შეიძლება ახლა გაუკვირდეს ეს რა სისულელე მithქვიო. აი ეს ქრისტიანობაც, ზერელი ქრისტიანობა საქართველოში სახეზე ჩანს. ხომ როგორ ზერელი ქრისტიანობაა ჩვენთან. იმუნიტეტის გულისთვის რო არის რაღაცა ეს სათლის დაჭერა, მღვდელის ნაცნობობა, თუ ადრე ქურდებთან იყო რაღაცა უფრო შენ ამ კურსიც ნო ფეხლა შეიძლება თქვა შენ იმ მღვდელთან დადიხარ, მე ის მამისა ვარ, ხო იცი? შეიძლება ესეც იყოს, ხო? არის აქეთკენ მიდის ყველაფერი ეს. ამიტომ განსხვავებას ვერ ვიპოვით ჩვენ მორწმუნეებისა და ურწმუნეებისაგან გარდა ესეთი თვალსაჩინო განსხვავება არის და ისე შინაარსით ნაყოფებით ერთი ნაგავია ორივე. და ხანდახან ურწმუნო ადამიანი უფრო კარგ ნაყოფს გამოსცემს რო იცოდეთ. ვიდრე შენი მორწმუნე. და ყველაზე აგრესიული რომ მორწმუნე არის, ამაზე არ ვითაოთ რა. საქართველოში მართლმადიდებელი მორწმუნე, ვინც ხშირად არის მიბმული ამ მღვდელთან, უფრო აგრესიულია ვიდრე ათეისტი ადამიანი. და ეს ფაქტია, რა დადასტურება, რადო აგრესიული იძულებით აკეთებს, რასაც აკეთებს და ნერვები ეშლება, რომ არაფერი არ უსრულდება. და ის პიროვნება განდგომილი არის ამისგან და უფრო საღათ აზროვნებს. მე მისაუბრია მართლმადიდებელთან და არამართლმადიდებელთან. ერთი აგრესიული იყო, მეორე არა. და ერთი კი არა, ბევრი. და მას გაბატონებული ქრისტიანული მსოფლმხედველობა კი არა აქვს, გაბატონებული ის ღირებულებები აქვს. შერეული ამაში. აქ გარკვეული გაგები თითოეული ინდივიდიც გავს იმ იგავის მოყოლილ ქრისტემ რომ მოყვა სწორედ ამის სამსაწყაო ფქვილში რომ საფუარი შეურია ქალმა. ინდივიდუალურიც არის ეს, იცით თუ არა? ეს მოციქულებს მიმართა ამ იგავით. ნუ თითოეული თქვენთაგანმა ცრუმოძღვრება არ შეურიოთო. აი ეს რაცა სასუფევლის ქადაგება, ასეთი იმით არ შეიძლება. ხო, 4 ხო ხალხს მიმართა. დანარჩენი 3 ინდივიდუალური იგავები რო ახსნეს მოციქულებისთვის იყო და შესაბამისად ყველა ჩვენთაგანი ადამიანისათვის. ზოგადი და კონკრეტულია მათ. ზოგადად თელ იმას კაცობრიობას, აი ეს 4 იგავი რო არის, ხო, პირველი დრო იწყება მთესველის იგავი, მერე იქ თელი ეს
ცელი ხილული სამყარო როგორც რაღაცა ყანა და იქ ჩათესილი კეთილი თესლი და ბოროტი და ბოლოს მომკელი ანგელოზები, რომ ეს ბოლო ესხატოლოგიური ისენია. ასევე კიდე ერთი ესხატოლოგიური ის არის ბადეზე, ბადას რო გადაისვრი და თევზები ამოვა, ხო? ამ იგავით პარაბოლით ჭეშმარიტებასთან გვაახლოებს მაცხოვარი და ვისაც ყური აქვს სასმელად ის გებულობს რაზეა ლაპარაკი. ადამიანები სტუმრები არიან დედამიწაზე და სტუმრობის ვადას იხდიან ზოგი 1 წელიწადში, ზოგი 2 თვეში, ზოგი 100 წელიწადში მიდიან. ჩემ ცხოვრობთ სასაფლაოზე. აბლა ყველა რამდენი ადამიანი არის მიწას მიპარებული და მიწად ქცეული და მიწას რო თოხნით მიმობნეულია მათი ატომური ელემენტები. მიწაც ხო აღებული მიწიდან არის ჩვენი სხეული. როგორც უვარგისი და უკვე ცოტა დაცემული გახსნას დაქვემდებარებული და შესაბამისად ის მასალა საიდანაც აღებული ისეც დაიწვება. და არის ახალი გამზადებული. ამ ახალის თავკაცი იესო ქრისტეა. და წელი ყოველთვის წელი იყო არის იესო ქრისტესი. ნამდვილი წელთაღრიცხვა არის იესო ქრისტესი. და ყოველი წელი როცა შემოვდივართ ჩვენ ამ იმაში დავფიქრეთ ეს წელი რო უნდა გავატაროთ. 2017 წელი ღმერთს დაშორებული წელი იყო ჩვენ ცნობიერებისათვის და დაახლოების წელი იყო. ამიტომ ეს თუ გავანალიზებთ, ეს 2018 წელი უფრო მეტად დაუახლოვდეთ მარადისობას და მარადისობის გამგებლესა და თავკაცს და მეფეს მაცხოვარ იესო ქრისტეს. შეგვიძლია ჩვენ ასეთი ლოცვა ვედრება შევთხოვოთ ღმერთს, რომ არ დაგვაკარგინოს ჩვენი თავი და არ გვითხრას ვარი, ყველანაირად გააკონტროლოს ჩვენი გულისა და გონების აზროვნება და თუ გადაუხვევთ, ყველა ღონისძიება მიმართოს, რომ კომბლით დაგვაბრუნოს. როგორც მეცხვარე ცხვარს დაატყავს, იმას გააჩერებს. 22 ფსალმონით ზუსტად ასეა დაწერილი მეგობრებო. მე ამას ყველა ჩვენთაგან ვუსურებ, უკვე წლის პირველი რიცხვია, პირველი თვეა, პირველი კვირა, კვირის პირველი დღეა, ორშაბათია.